მოქალაქეების ნაწილი ხმამაღალ მუსიკაზე შეზღუდვების დაწესებას ითხოვს. ინიციატივა ძირითადად ქალაქის იმ უბნებზე ვრცელდება, რომლებიც ღამის კლუბებითაა დატვირთული. კანონპროექტი, რომელიც ღამის საათებში ხმაურზე სანქციების შემოღებას ითვალისწინებდა, თბილისის საკრებულომ ჯერ კიდევ 1 წლის წინ მოამზადა და განსახილველად პარლამენტს გადაუგზავნა, თუმცა საკომიტეტო განხილვების დროს ინიციატივამ საკმარისი ხმები ვერ მოაგროვა. უკრავა ვიაცის ქვეშ და სულ უფრო და უფრო უწევენ ხმას და ეს გრძელდება რომელ საათამდეც უნდათ რა. ხმამაღალი მუსიკის გამო კალაუბანი ღამით ვერ იძინებს. წერალი პაატა ქურდაძე დაურეგულირებელი დეციბალების ერთ-ერთი მსხვერპლია. ის ამბობს, რომ ხმამაღალი მუსიკა ღამის საათებში თითოეული მოქალაქის უფლებებს უხეშად არღვევს და ისტორიულ უბანს არ შეეფერება. პაატა ქურდაძე რამდენიმე თვეა დედაქალაქის ცენტრში ხმაურის დარეგულირებას და შესაბამისი კანონის მიღებას მოითხოვს. ბიზნესი არ კეთდება სხვისი პატივისცემის გარეშე. ეგ შეუძლებელი, ეს არ ხდება საერთოდ. დემოკრატია ყველაფერი დაფუძნებული ადამიანის ღირსებაზე. ის რასაც ესენი აკეთებენ. ეს არის ათასობით ადამიანის უპატივცემლობა. რამდენიმე დღეა ჩამოვედი თბილისში, ძალიან მომეწონა ეს ისტორიული უბანი, მაგრამ ღამე მაღალმა მუსიკამ გამაკვირვა. ეს ამ უბანს არ შეეფერება. ასევე გამიკვირდა დამოკიდებულება ხალხის მიმართ. ჩემი აზრით, პირველ რიგში ადამიანის უფლებები უნდა დავიცვათ. თბილისური ღამის ცხოვრება ხშირ შემთხვევაში 10 საათიდან იწყება და დილის 5-6 საათამდე გრძელდება. ღამის ხმაური განსაკუთრებულად ზაფხულის პერიოდში მწვავდება. რა გზა განვლო კანონმა, რომელიც ჯერაც არ არის მიღებული. კანონპროექტი თავდაპირველად 2015 წლის მარტში საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიამ შეიმუშავა და ინიცირებისთვის პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტს გადაუგზავნა. ხმაურის შესახებ რეგულაციები პარლამენტში ორჯერ კანონპროექტის სახით, ხოლო შემდეგ საკანონმდებლო წინადადებით შევიდა. ორივე შემთხვევაში ადამიანის უფლებათა კომიტეტმა დადებითი რეკომენდაცია მისცა, ხოლო დარგობრივი ეკონომიკის და იურიდიულმა კომიტეტმა კანონპროექტი ჩააგდო. პარლამენტის წევრთა არც თუ მცირე ნაწილს მიაჩნია, რომ ხმაურის საწინააღმდეგო ზომების მიღება, კერძოდ სანქციების დაწესება, პრობლემებს შეუქმნის ბიზნესს. არადა პირველ პლანზე, წინა პლანზე უნდა იყოს ადამიანის უფლებები. კანონი არ არის, ასე ვთქვათ, მოსინჯული ურბანისტიკის თვალსაზრისით, მაგრამ ესე იგი სკანდალურია, რომ პარლამენტმა საერთოდ უარი თქვა მის საბოლოოდ, ჯერ ერთი განხილვაზე და მერე მიღებაზე. ჯერჯერობით ბუნდოვანია თუ როდიდან დაიწყებს პარლამენტი კანონპროექტზე მსჯელობას. თბილისური ღამის ცხოვრება კი გრძელდება. პრობლემა არა მხოლოდ ძველ თბილისში, არამედ მთაწმინდაზე და იპოდრომზეც არსებობს, სადაც ღამის მუსიკა ხანდახან დილის 8 საათამდეც გრძელდება.